Ყველანი გარეთ დევიზი, რომელიც ვატიკანში კონკლავის დაწყებას ნიშნავს. სიქსტის კაპელაში 115 კარდინალი დახურულ კარს მიღმა უკვე შეიკრიბა და პაპობის კანდიდატებზე მსჯელობა დაიწყო. პირველი კენჭისყრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მის შედეგები ტრადიციულად სიქსტის კაპელაზე აღმართული სპეციალური საკვამური და ნამოსული კვამლის საშუალებით გახდება ცნობილი. კათოლიკური სამყაროს პირველი პირის ყველაზე რეალური კანდიდატებისა და მორწმუნეთა მოლოდინის შესახებ ია შათრიშვილი მოგიყვებათ. სიქსტის კაპელაზე აღმართული ეს საკვამური ვატიკანსა და მსოფლიო საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. ეს საკვამური აცნობებს მორწმუნეებს კონკლავის შედეგებს, რომელმაც მუშაობა დღეს დაიწყო. სიქსტის კაპელას კარი უკვე ჩარაზულია. კარს მიღმა 115 კარდინალი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის ასარჩევად კონკლავის წინა მესის შემდეგ შეიკრიბა. მსჯელობა თითოეულ კანდიდატზე კონფიდენციალურია. ინფორმაციის ნებისმიერი სახით გაჟონვა აკრძალული. კონკლავის მიმდინარეობაზე ცნობების გავრცელება ყველა იმ პირს ეკრძალება, ვისაც სიქსტის კაპელას დახურულ დარბაზთან რაიმე სახის შეხება შეიძლება ჰქონდეს. ეს როგორც სასულიერო პირებს, ისე ვატიკანის მომსახურე პერსონალს ეხება. ამის პირობა თითოეულ მათგანს კონკლავის წინ წერილობით ჩამოართვეს. ყოველი შემთხვევისთვის კათოლიკური ეკლესიის ციტადელში მობილური კავშირის ჩამხშობი მოწყობილობაც მუშაობს. კონკლავის შედეგები მხოლოდ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, როცა კარდინალები ხმის მისცემის შემდეგ ბიულეტინებს დაწვავენ. მათ ცეცხლის მოკიდებამდე სპეციალურ ფხვილს ამატებენ. იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდება, ამ საკვამურის საშუალებით სიქსტის კაპელას სახურავზე შავი კვამლი ამოვა. პაპის არჩევის შემთხვევაში კი კვამლი თეთრი იქნება. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 115 კარდინალიდან 77 ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს. პონტიფიკოსობის მთავარ პრეტენდენტებად იტალიელ ანჯელო სკოლასა და ბრაზილიელ პედრო შერერას მიიჩნევენ. თუმცა კათოლიკე მრევლი უპირატესობას ბრაზილიელ კარდინალს ანიჭებს. პედრო შერერა სან-პაულოს არქიეპისკოპოსი კათოლიკურ ეპარქიას ბრაზილიასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყველაზე დიდი მასშტაბით ფლობს. ვატიკანში მის საგულშემატკივროდ ლათინური ამერიკიდან უამრავი პილიგრიმი ჩავიდა. ფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო და სასიხარულო იქნება. ბრაზილიას საშუალება ექნება მსოფლიოს როგორც თავისი კულტურა, ისე ღვთისმოსაობა აჩვენოს. ჩვენ ხომ ძალიან მდიდარი ქრისტიანული კულტურა გვაქვს. თუ ბრაზილიელ პაპს აირჩევენ, ჩვენი მოლოდინი გამართლდება. ეს არა მარტო ბრაზილიისთვის, საერთოდ კათოლიკური ეკლესიისთვის იქნება სასიკეთო. ბოლო პერიოდში მეტისმეტად გახშირდა საუბარი კათოლიკური ეკლესიის განახლება რეფორმირებაზე. ამბობენ, რომ ეკლესიამ დროს უნდა აუწყოს ფეხი. ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ კონკლავის შედეგები აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდეს. მაგალითად, არსებობს ვერსია, რომ ახალი პაპი შავკანიანი იქნება. ამ სცენარს კი ყველაზე მეტად განელი კარდინალი პიტერ ტარქსონი ერგება. ისტორიულ მომენტს წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნე კათოლიკები მთელი მსოფლიოდან ელოდებიან. ყველა სურს ახალი პაპი მისი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს. კარგი იქნება თუ პაპი ამერიკელი იქნება, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის ღირსეული იყოს. ის რაც ახლა აქ ხდება ძალიან ამაღელვებელია და იმედი მაქვს ახალი პაპი ისეთი იქნება, როგორიც საჭიროა. მე არც ისეთი მორწმუნე ვარ, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, პაპი ისეთი უნდა იყოს, რომელსაც მრევლი გაყვება. მაგალითად, როგორც იოანე პავლე მეორე იყო. ვატიკანში ნებისმიერი შედეგისთვის მზად არიან. ახალი პაპისთვის 3 სხვადასხვა ზომის მანტია, მოკასინები და მიტრა უკვე შეკერილია. ვინ მოიგებს ეკლესიის წინამძღვრის სამოს, ამას წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივლიდან კონკლავის დასრულების შემდეგ ხალხს კარდინალ დიაკონი აცნობებს.